გამარჯობა მეგობრებო, სათიბი, რითითიბავ. რომელი ვიყიდოთ, რა ვიყიდოთ. მე გაჩვენებ ჩემ ელექტროსათიბს, იმის შემდეგ რაც რასაც ქვია, წყობრიდან გამომიყვანა ბენზინის სათიბმა. ხან არის ქოქება 9 ჯერ უნდა ამოქოქო, მერე ბენზინი ასხა, გადაურიო სულ ეს მოწუნწული ბენზინი ზეთი და რა ვიცი რა. წავედი და ლილოში ჩავედი და ვიყიდე სათიბი უბრალოდ უთხარი რომ ყველაზე ძლიერი მომეცით მეთქი, ანუ სიძლიერეში გულისხმობ აი ამოატებს მოტორის სიძლიერეს რა. ხო. და მომცეს აი ეს. 2 წელია, რა ვიცი, ამან მაყვლები, ალუბლები, აი ამ სისხლო ალუბლები, აი ჭრა ჩვეულებრივად. ერთი მინუსი არის ის, რომ ნუ კაბელი უნდა ათრიო ყველგან, ესეთი ვიყიდე კაბელი. მე თვითონ გავუკეთე ეს თავები. იზოლაციით დამატებით გავამაგრე. და დავათრიო ყველგან რა. ეს ერთი მინუსია და მეორე მინუსია, რომ ძალიან მაღალი ბრუნი აქვს და ძალიან ძლიერი არის. ამას თუ უყენებთ, აი რასაც ეძახიან პაბედიტის თავიო ან რაღაცა მყარ თავს თუ უყენებთ რა, რატო ვერ იჭერს ფოკუსს? ხო, მაშინ აი ძალიან ძლიერად უნდა გეკავოთ ხელში. იმდენად ძლიერია, რომ შეიძლება მაჯა ამოგიგდოთ. ასეთი ტოტების მოჭრაზე საერთოდ არ არის პრობლემა, ეს ამისთვის არაფერი არ არის. აი 2-ჯერ 3-ჯერ ამაზე მსხვილზე ვიძახი. მაგრამ რაღაცას რომ გამოედება, როცა მყარი თავი დისკები გიყენიათ, ხო? აი ძალიან მაგრა გიტყამთ ხელში და გადაბრუნებას ცდილობს რა, ასე რომ ვთქვათ და უნდა იცოდეთ იმ მყარით თიბვა. ანუ აქედან იქეთ რო წაიღებთ მაგ დროს თუ მოარტყით, აი შეიძლება მაჯა ამოიგდოთ. ეს მინუსიც არის და პლუსიც არის, იმიტომ ძლიერია ძალიან რა. პლუსები წონა არა აქვს თითქმის საერთოდ. აი ეს რემენი ტყუილა აქ ხელში მიკავია ძირითადად და საერთოდ არ ვიკიდებ თითქმის იმაზე, კისერზე. ესეც ერთი დიდი პლუსია, რომ აი ეს მაჯები და ისინი არ გეძაბებათ, მხრები აი საკიდებით. მობილური არის, მაღალი ბრუნვა აქვს, ხმა არა აქვს და ყურები არ არის გაყრუებული ჯერ იმ სათიბის მერე მე თვითონ ყურებში აღარაფერი მესმოდა ხოლმე და მეზობლები ხო კიდე დატანჯული მყავდა რა. ამას აქვს ახლა ბრუნვის ხმა უბრალოდ, მეტალი რო ბრუნავს, სადაც ისინი არის შეერთების ადგილებია და всё. ფაქტიურად მეტი არაფერი რა. ეხლა მე დავიკავებ ამ სათიბს, ცოტას მოვთიბავ და გადავიღებთ ვიდეოს რა, რომ როგორ მუშაობს. მე აღმოჩნდა რომ ეს ყოფილა თურმე KNR-ში აწყობილი რა. ხო და მე მომყიდეს როგორც ის არისო რა, რუსულია თუ უკრაინულია რომ არ მახსოვს რა. აი ეს სახელი კი აწერია აგერა. მე მგონი რომ ფირმას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, მთავარი არის იყიდოთ ძლიერი. რატო ვერ აფუქისურებს და ნოვრვაზი არის გადართული. ისე. ეს მეორე წარწერასაც გაჩვენ. აი ეს. სავარაუდოდ არის გაკეთებული KNR-ში რუსეთის ბაზრისთვის და იქიდან არის შემოტანილი შეიძლება რა. არ ვიცი ვერ გეტყვით. შეიძლება უკრაინის ბაზრისთვისაც იყოს. დავისვენე რა, რასაც ქვია რა, აი ბენზინი ჩაასხი, გადაასხი, გადმოასხი, აუ ამას ვერ ვიტან. მე არის ქოქება, მე უნდა დაშალო, ფილტრები შეუცვალო, გაუწმინდო არხები. დღეს ამან ავი გადაბურჯგალა ყველაფერი. აი ამ მოყლებსაც პრობლემა არა აქვს, უბრალოდ შიგნით ტოტები ყრია რა და ხმელი ტოტები უკვე უჭირს რომ გათიბოს და ეს ამისთვის არაფერი არ არის. ამას კარაქივით თიბავს რა. ერთი სიტყვით აი ამას ხმარობ მე და რავი თქვენ როგორც გინდა. ეხლა თუ რომელიმე მწარმოებელი უყურებს და იტყვის რომ ეგ რა არის ჩვენ უკეთესი გვაქვს, გამომიგზავნეთ, გავტესტავ და მე გეტყვით თუ გაქვთ უკეთესი რა. რა პრობლემაა. მე რასაც ხმარობ, იმას უღებ სურათს და ვიდეოს, ასე რომ ვთქვით. ხო, ვიდეოს გაჩვენებთ ეხლა რა. გადავაღებინებ და მივამაგრებ ამას.